ლაზეთი ან ჭანეთი, ლაზურად ლაზისტანი, იგივე ლაზონა, არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო კოლხური ტომით, ჭანებით, იგივეა რაც ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც ციანიკე. ლაზეთი მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე 3931 მეტრამდე. კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო, სუბტროპიკული. დალექები 2-დან 3000 მმ წელიწადში. სანაპირო ზოლი დამუშავებულია ისეთი კულტურებით, როგორებიცაა თამბაქო, ვენახი, სიმინდი, ციტრუსები, ჩაი, თხილი. მთისი და ფართოფოთლოვანი ტყეებია. ხშირი მარადმწვანე ქვეტყით. 400-1250 მეტრ სიმაღლემდე გავრცელებული წიფლნარი და ნაძვნარი. 1250-დან 1900 მეტრამდე ნაძვნარში შერეული სოჭი. უფრო მაღალი ტამბრეცელი ტყე და მთის მდელოებია. საუკუნემდე ჭანეთის ტერიტორია კოლხას ნაწილს წარმოადგენდა. მეორე საუკუნის დამდეგს მისი ნაწილი იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მეოთხე საუკუნის ბოლოს ჭანები იჭრებოდა ბიზანტიის საზღვრებში, კაბადოკიაში, კილიკიასა და სირიაში. მეექვსე საუკუნემდე ეს ტერიტორია წარმოადგენდა ბუფერულ ზონას ეგრისის სამეფოსა და ბიზანტიას შორის. ეკლესიურად ის ამ დროს ეგრისთან იყო დაკავშირებული. მეექვსე საუკუნის ბოლო მესამედში ის იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მე-7 საუკუნის 30-იან წლებში კი ის ბიზანტიამ დაიპყრო. მე-8 საუკუნიდან ის აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში იყო. ჭანეთის სამხრეთი ნაწილი აფხაზთა სამეფომ მე-9 საუკუნის ბოლოს დაკარგა. ჩრდილოეთი ნაწილი კი მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში. მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჭანეთი ტაო-კლარჯეთის შემადგენლობაშია. მე-11 საუკუნის 20-იან წლებში ჭანეთის ნაწილი კვლავ ბიზანტიამ დაიკავა. ნაწილი კი საქართველოს სამეფოს დარჩა. 1073-1074 წლებში საქართველოს ჭანეთი ბოლომდე დაიკავა. მე-13 საუკუნის დასაწყისში ჭანეთი საქართველოს მიერ შექმნილ ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა და განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა. 1282 წელს ის დავით ნარინმა დაიპყრო. მე-13 საუკუნის ბოლოდან მე-14 საუკუნის 60-იან წლებამდე ეს მხარე მესხეთის შემადგენლობაშია. 1463-1511 წლებში ჭანეთი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია. 1511-1535 წლებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში. 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1557 წელს მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. მცირე ნაწილი სოფელი სარფი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სცადა ლაზეთის საკითხის დაყენება და მისცა მისი საქართველოსთან გაერთიანება. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1921 წელს ერთა ლიგამ არ მიიღო მოთხოვნა ლაზისტანის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარების შესახებ.